გამარჯობა თქვენ უყურებთ გადაცემას თქვენი პარლამენტი ტელეკომპანია რიონის ეთერში სტუდიაში მუშაობს ანა კანაპლევა. დღევანდელი გადაცემის თემა საპენსიო რეფორმა. ამ თემაზე სასაუბროთ ჩვენ მოვიწვიეთ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან ბატონი პავლე კუბლაშვილი. მოგესალმებით ბატონ პავლე. მოგესალმებით, მივესალმებით ტელემოყურებელს. ფრაქცია ქრისტიან დემოკრატების თავმჯდომარე ბატონი გიორგი ახვლედიანი. მოგესალმებით ბატონ გიორგი. მოგესალმებით, მივესალმებით ქუთაისის და ტელეკომპანია რიონის მაყურებელს. ჩვენი გადაცემის ფორმატის მიხედვით ჩვენ სტუმრებს დავუსვავ კითხვებს, რომლებიც დეპუტატებმა თავად მოამზადეს ერთმანეთისთვის. პასუხებისთვის თქვენ გვექნებათ 25 წამი. ასევე 25 წამი გეძლევათ იმისთვის, რომ თქვენი პოზიცია გამოხატოთ საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით. ბატონ პავლე, გისმენთ. საპენსიო რეფორმა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ თქმა უნდა ვაცნობიერებთ, რომ ზრუნვა ჩვენი საზოგადოების ყველაზე დამსახურებულ ნაწილზე, ჩვენს პენსიონერებზე არის ჩვენი მთავარი საფიქრე. სწორედ ამიტომ არის, რომ პენსია ფაქტურად ყოველწლიურად იზრდება და 2004 წლის შემდეგ რეალურად 7-ჯერ გაიზარდა პენსიის ოდენობა, რაც მე ვფიქრობ ადასტურებს ხელისუფლების თანმიმდევრულ პოლიტიკას. დიდი მადლობა ბატონ პავლე. ბატონ გიორგი, თქვენი პოზიცია. სამწუხაროდ ძალიან რთულია დღეს საქართველოში საუბარი წარმატებულ საპენსიო რეფორმაზე, მაშინ როდესაც ქვეყანაში პრაქტიკულად პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე მძიმე ვითარება გვაქვს. დღეს საქართველოში სახელმწიფოს მხრიდან გამოცხადებული ციფრები 155 ლარია საარსებო მინიმუმი, ხოლო პენსიას უცოტა ხნის წინ გახდა 100 ლარი. ესეთი არაადეკვატურობა ბუნებრივია, რომ ვერ შეითვლება წარმატებად და ძალიან ბევრი რამე გასაკეთებელი არსებული რეალობის გამოსასწორებლად. დიდი მადლობა ბატონ გიორგი. ბატონ პავლე, თქვენი ოპონენტის პირველი კითხვა. საქართველოში ყველა კატეგორიის სახელმწიფო პენსია ბევრად ნაკლებია, ვიდრე ოფიციალური საარსებო მინიმუმი. რას აკეთებს ხელისუფლება ამ საკითხის მოსაგვარებლად და როდის გაუტოლდება სახელმწიფო პენსია საარსებო მინიმუმს? ჩვენი მთავარი მიზანი არის მუდმივი და პენსიის და ეს იქნება მანამ, ვიდრე ჩვენს პენსიონერებს არ ექნება ღირსეული პენსია. ჩვენ დავიწყეთ 14 ლარიანი პენსიებიდან, რომელიც არ რიგდებოდა, რომელიც თვეების განმავლობაში დავალიანებული იყო. დღეს პენსიის ოდენობა არის 100 ლარი. ჩვენი მთავარი სამიზნე, რა თქმა უნდა, არის ის, რაც ჩვენი დანაპირებია საარჩევნოდ. ეს არის 100 დოლარიანი საპენსიო პაკეტი, რაც იქნება მნიშვნელოვანი ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის. ბატონ გიორგი, მიგაჩნია თუ არა, რომ სწორია ხელისუფლების პოლიტიკა, როდესაც აქცენტი კეთდება სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ჩვენი მოქალაქეების დახმარებაზე? სამწუხაროდ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი შეცდომაა დაშვებული, თუნდაც თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ
მხოლოდ 2011 წელს დაახლოებით 70,000 ადამიანი დაუმსახურებლად იქნა ამოგდებული ამ პროგრამიდან, მაშინ როცა მათი მდგომარეობა სოციალურად არაფრით არ გაუმჯობესებულა, სერიოზულ უსამართლობასთან გვაქვს საქმე. ამ შემთხვევაში საუბარი იმაზე, რომ 1 მილიონი ადამიანს ჩვენ ვაძლევთ სიღარიბის ვარსკვლავ პროგრამაში ყოფნის საშუალებას, 1 მილიონი კიდევ ველოდება ამ მდგომარეობას. ბატონო პავლე, რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ, რომ წელს პენსია გაიზარდა მხოლოდ ასაკით პენსიონერთა და პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. ყველა სხვა კატეგორიის პენსია კი უცვლელი დარჩა. ეს არის ის, რაც მაქსიმალურად შეეძლო სახელმწიფოს გაეკეთებინა ამ შემთხვევაში. ჩვენი მიზანი იყო ობიექტური კრიტერიუმების მიხედვით გაგვეზარდა პენსია, შესაბამისად ჩვენ საზრუნავი, რა თქმა უნდა, სამომავლოდ იქნება სხვა ნაწილის ჩვენ საზოგადოების საპენსიო უზრუნველყოფა, ისევე როგორც ყურადღება იქნება გადატანილი სიღარიბის ვარსკვლავთმოწყობი პირების დახმარებაზე და სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარებაზე. მადლობთ ბატონ გიორგი, სწორია თუ არა ხელისუფლების პოლიტიკა საპენსიო ასაკს მიღწეული ჩვენი თანამოქალაქეებისთვის სადაზღვევო პაკეტების დაფინანსებასთან დაკავშირებით. მე სიამაყით შემიძლია განვაცხადო ამასთან დაკავშირებით, რომ მრავალთვიანი ბრძოლა და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის მიერ შეთავაზებული ხელისუფლებისათვის ინიციატივა, რომ ყველა ასაკობრივი პენსიონერი იყოს სახელმწიფოს მხრიდან დაზღვევით უზრუნველყოფილი 2012 წელს დიდწილად ალბათ რეალობად იქცევა. შესაბამისად ეს იქნება სერიოზული წინსვლა და დაცვა ამ შემთხვევაში ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ჩვენი საზოგადოების ნაწილისთვის პენსიონერებისთვის. მადლობთ. უკვე წლებია მოუგვარებელია ძალოვანი სტრუქტურების პენსიონერთა და ვეტერანთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი. თვლით თუ არა საჭიროდ შესაბამის კანონში აღდგეს გადაანგარიშების მუხლი, რაც დაარეგულირებს აღნიშნულ საკითხს და აღადგენს სამართლიანობას. ჩვენი მიზანია ზრუნვა ნებისმიერი კატეგორიის პენსიონერზე, იქნება ეს ძალოვანი სტრუქტურიდან წამოსული პენსიონერი თუ ნებისმიერი სხვა მთავარი ადამიანის მქონე შემოსავლები, ეს შემოსავალი იყოს ადეკვატური მათი მოთხოვნებების შესაბამისად ჰქონდეთ საშუალება, რომ ღირსეულად აიცხოვრონ ამ დახმარების პირობებში. აქედან გამომდინარე, ჩვენი აქცენტი იქნება სიღარიბის ვარსკვლავთმოწყობი პირებზე, იქნება საპენსიო ასაკს მიღწეული პირების დაზღვევაზე და ასე შემდეგ. დიდი მადლობა. ბატონ გიორგი, შეგიძლიათ თუ არა გვითხრათ კონკრეტული რიცხვი, რამდენი ლარი იხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საპენსიო უზრუნველყოფასა და სოციალურ დაცვაზე? რა თქმა უნდა, ჩემთვის ცნობილია, მაგრამ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ჩვენ ვიცოდეთ ის, რამდენად ყოფნის დღეს აი სწორედ ბიუჯეტში გათვალისწინებული ეს თანხები პენსიონერებს იმისათვის, რომ მათ ელემენტარულად მსყიდველუნარიანი იყვნენ თავის ცხოვრების განმავლობაში. ჩვენ ვიცით, რომ შარშანდელი 80 ლარიანი პენსიონერი
გაცილებით მეც ყიდულობდა ვიდრე წლევანდელი 100 ლარიანი პენსიონერი. აქედან გამომდინარე ეს რეალობა უფრო მნიშვნელოვანია და ამაზე უნდა იყოს ადეკვატური პასუხი ხელისუფლების მხრიდან ბიუჯეტის დაგეგმარებისას უპირველეს ყოვლისა. და ბოლოს თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეაჯამოთ ჩვენ დღევანდელი საუბარი ბატონ პავლე 25 წამი გაქვთ დრო. საზოგადოების დიდი ნაწილი შეიძლება უცნობია რომ ყოველწლიურად ბიუჯეტიდან 1,7 მილიონი ხარჯება sapensio უზრუნველყოფაზე და სოციალურ დახმარებაზე. ეს არის ჩვენი ბიუჯეტის 25%. აქედან გამომდინარე ძალიან კარგად ჩანს თუ როგორი არის ხელისუფლების პრიორიტეტი. ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტი არის სოციალური დაცვის, საპენსიო უზრუნველყოფის გაუმჯობესება და ეს გაგრძელდება ისეთივე თანმიმდევრობით, როგორც იყო აქამდე. ბატონ გიორგი გისმენთ. სამწუხაროდ ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში ხელისუფლების პრიორიტეტი ძირითადად ამ ქვეყანაში იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, სახელმწიფო ხარჯები და მხოლოდ მას შემდეგ განათლება, ჯანდაცვა და სოფლის მეურნეობა. ამას ყველაფერზე მეტყველებს ის ბიუჯეტის პარამეტრები, რომელიც დღესაც კი პარლამენტში არის შემოსული. იმედს ვიქონიებთ, რომ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ძალიან ბევრ რეკომენდაციას ხელისუფლება გაითვალისწინებს და არსებულ რეალობას ძირეულად შევცვლით. დიდი მადლობა ბატონ გიორგი, ბატონ პავლე, რომ იყავით ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმრები. ასეთი იყო თქვენი პარლამენტი დღეს. მე ამით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.